ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ფრაქცია მაჟორიტარების დეპუტატმა გენოთებიძემ საკრებულოს განკარგულებას მხარი არ დაუჭირა. ცვლილების მიხედვით ბიზნესმენები, რომლებიც ბარაკულ დასახლებებში მშენებლობას წარმოიწყებენ, ზონალური მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. უმცირესობა მიიჩნევს, რომ მშენებლობის დაწყების მსურველები არათანაბარ პირობებში არიან, რადგან პროექტში მონაწილეობის შანსი მხოლოდ იმ ბიზნესმენებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოს მთავრობის გარანტიით ცესხს საქართველოს ბანკისგან მიიღებენ. საკუთარი ფინანსური რესურსის მქონე მოქალაქეები კი მოსაკრებლისგან არ თავისუფლდებიან. უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ სახელმწიფო შეღავათით სარგებლობა ყველა ბიზნესმენს შეიძლება თუ ისინი განკარგულებით დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ქალაქ ბათუმში არასათანადო არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის შესახებ. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში ბარაკების ათვისების ხელშეწყობას და კონკრეტული დეველოპერული კომპანიების, ვისაც აქვს ამის სურვილი, შესაძლებლობა, ორგანიზატორული ნიჭი, რაც ქალაქ ბათუმში მოახდინოს ბარაკების ლიკვიდაცია ასეთ პირებზე ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მერიას საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეთხოვა მოეხდინა სპეციალური ზონალური მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება იმ დეველოპერული კომპანიების, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. არის მშენებელი კომპანია თუ აქვს გამოცდილება, თუ ის დაიწყებს სუფთაფურცლით და აქვს თანხა, იმ თანხას იმ სუფთაფურცელზე, ანუ იმ ანგარიშზე დადობს, რომელიც საჭირო იქნება ამ შენობის ასათვისებლად და ასაშენებლად, კი ბატონო, დახმარება ექნება ეკონომიკის მთავრობისგან და გათავისუფლდება კაურის კოეფიციენტების თანხების გადასახადებისგან. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოგცეთ თანხმობა და მოიწონოს თქვენი პროექტი. ამ შემთხვევაში არ თავისუფლდებით დამატებით მოსაკრებისგან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში თუ იგივე საქმეს აკეთებთ, ოღონდ თქვენი ფულით, ვიღაცა დეველოპერს აქვს ფული და აკეთებს იგივე საქმეს, ამ შემთხვევაში მას უწევს დამატებით გადასახადის გადახდა.